ეს ამბავი მოხდა 1993-94 წელს, ზუსტი წელი არ მახსოვს, მაგრამ სხვადასხვა ლოგიკური დასკვნებით ვადგენ, რომ სადღაც ეგრე უნდა ყოფილიყო, 83-ან მაქსიმუმ 84 წელი. როდესაც ჩვენ სკოლაში ფანასკერ ტელციციშვილის ქუჩაზე 162 სკოლა რო არის, მად მოხდა ეგეთი ფაქტი, რომ რამდენიმე მე-10 კლასელმა ბიჭმა მუქარის წერილი გაუგზავნა ერთ-ერთ ოჯახს უბანში. ფულის გამოძალვის მიზნით. და წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ რაღაცა ოჯახის არასრულწლოვანი წევრისთვის რაღაცა ზიანის მიყენებით თუ მოტაცებით თუ რაღაც მოკლედ აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ და რა თანხაზე იყო საუბარი, ეგეც არ მახსოვს და სხვადასხვა არც იმ ბიჭების გვარები არ მახსოვს არც ერთის. როც მახსოვდეს არ ვიტყოდი, იმიტომ რომ ამდენი წელი გავიდა და ბევრ მათგან შეიძლება შვილიშვილები ყავს უკვე და რაღა აზრი აქვს ქექვას ახლა წარსულის. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება, რომ თუ ვინმე მიცით მათი გვარები არ დაწეროთ კომენტარებში. თვითონ ფაქტი არის საინტერესო რა. ხო და მოკლედ ეს ბიჭები აიყვანეს ძალიან მარტივად რა, ეთყობოდათ რომ გამოცდილები იყვნენ. იმ ოჯახმა მილიციაში განაცხადა და ინსცენირება მოუწყვეს რა, როგორც ხდება ხოლმე, რომ ამად ადგილას მოდით, მიწერეს პასუხი და იქიდება ფული და იქ რომ მივიდნენ, იქ აიყვანეს რა. მოკლედ და რო გაირკვა, რომ ეს სკოლის მოსწავლეები იყვნენ მე-10 კლასელები, ამან შოკი გამოიწვია რა. სკოლაში ბუნებრივია, ჩვენ სკოლაში და მთელ ქალაქში და მთელ საქართველოშიც გაიგეს მე მგონი ეგ ამბავი. ეხლა ბევრი ადამიანი საბჭოთა კავშირის პერიოდის რომანტიზებას ახდენს ზედმეტს რა და იძახის რომ მაშინ დანაშაული არ ხდებოდა რა, როგორ არ ხდებოდა კაცო. ყველაფერს თუ თავი დავანებოთ, ქურდული იდეოლოგია საბჭოთა კავშირის დროს შეიქმნა. როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ მაშინ დანაშაული არ იყო. ყველაფერი იყო. ბინების გატეხვაც იყო, მანქანების გატაცებაც იყო, მანქანების ძარცვაც იყო და ყაჩაღობაც იყო და ჯიბის ქურდობაც. მახსოვს მამაჩემმა ცოტა გადაუხვევ. მამაჩემმა მოსკოვიდან ჩამოიტანა იაპონური მაგნიტოფონი მანქანის. და ეგ და ბიძაჩემი 1 საათი ისხდნენ მანქანაში და მსჯელობდნენ სად დაეყენებინათ ისეთ ადგილას ეს მაგნიტოფონი, რომ გარედან არ გამოჩენილიყო. იმდენად ხშირი იყო მანქანების გატეხვა ამ მაგნიტოფონების გამო. მოკლედ, დაუბრუნდეთ ისევ ჩემი სკოლის ამბავს. მოკლედ ეს ბიჭები დააკავეს და შემდეგ ამას შოკი გამოიწვია ბუნებრივია და ამას შეეწირა ჩვენი სკოლის დირექტორი, მაგრამ სანამ დირექტორს მოხსნიდნენ, გაიმართა დიდი კრება ჩვენ სკოლაში. სადაც უნდა ჩაეტარებინა და ახსნა განმარტებითი სამუშაო და მოკლედ ემსჯელათ ყველას ერთად რა უნდა გვექნა, რომ ესეთი რაღაცები აღარ გამეორებულიყო ან რა დავაკელით მოკლედ რომ ეგეთი რაღაცა მოხდა ჩვენთან. ხო და ამ კრებაზე ეს კრება გაიმართა სპორტულ დარბაზში, სკოლის კალათბურთის დარბაზში, სკამები დადგეს ბევრი. ხო და ეს რა ქვია, ტრიბუნა დადგეს და იქ ესწრებოდნენ მოკლედ განათლების სამინისტრო ერქვა მაშინ რესპუბლიკური თუ რა ერქვა არ ვიცი, უწყების წარმომადგენლები, მილიციიდან იყო ხალხი მოსული, სკოლის დირექტორი იყო, ჯერ კიდევ არ მოხსნილი და სასწავლო ნაწილი და წარმომადგენლები მოკლედ და დამსწრეთა შორის ყველა მოსწავლე აბსოლუტურად რაღაცა კლასიდან დაწყებული, ახლა პირველი მეორე კლასები ბუნებრივია არა. და მშობლები რა, მეც ვიყავი იქ. ხო და მოკლედ დაიწყოს ლაპარაკი, რომ რა უნდა ვქნათ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ესეთი რაღაცები აღარ მოხდეს და ასე შემდეგ და რა მიგვიყვანა აქამდე და ასე შემდეგ. ერთ მომენტში მოხდა საინტერესო რაღაცა რა, ერთი ბიჭი იყო ჩემი პარალელური კლასელი, რომელიც ეს ტიპი იყო რა, ცოტა მოძველ ბიჭო ტიპი იყო და თან ისეთ ტიპი იყო რა, თავიანთ გარეგნობაზე რომ ადრეანად იწყებენ ზრუნვას, ხო იცით, გოგოებს რომ მოეწონონ და კარგად რო აცვიათ, სულ და ადეკონოს რო ისხავენ და ეგეთი ნარცისი ტიპები რო არიან, ეგეთი ტიპი იყო რა. ხო და ისე რა ქვია, ყოველთვის ზრუნავდა რომ რაღაც კარგად ცმოდა, კარგი დასაცმელი და რაღაცა გაზმანული ყოფილიყო. მოკლედ ეს ბიჭი ლაპარაკობდა სულ რა და რამდენჯერმე შენიშვნა მისცეს. გაჩუმდიოდა. რო არ გაჩუმდა და მესამედ თუ მეოთხედ ჩვენი დირექტორი წამოხდა და დაუძახა ამ ბიჭს გვარით, რომ შენო გადი გარეთ ეხლავეო. გაეთრია აქედან რომ შენ ეხლა რამდენჯერ უკვე აი ხელში ხარ ამოსული შენი ლაპარაკითო და ეს ამბის სხვაშორის წინააღმდეგობა არ გაუწევია არანაირი, მორჩილად ადგა და გავიდა და როგორ გავიდა რომ ეს სკამები იდგა
ეს სკამების რიგი იყო, ერთი შუაში იყო ესეთი გასასვლელი დერეფანი და აქეთ მეორე სკამების დიდი რიგი. ხო და ამ დერეფნიდან რომ კარამდე მისულიყავი, წინიდან უნდა შემოგევა ამ სკამებისთვის რა, ანუ ტრიბუნისკენ უნდა წასულიყავი და იქიდან შემოგევლოდა. ეს ბიჭი რომ წავიდა ტრიბუნისკენ, ეს დირექტორი შეშინებული წამოხდა და უყვირის, სად მოდიხარ? იფიქრა რომ ახლა თუ ამოხდა იმას ტრიბუნაზე და დაგვერია ყველას, საერთოდ დამხრიტავენო და ეს ბიჭი გაკურებული სახით მოკლედ მიტრიალდა იქით და გავიდა კარებში და წავიდა და ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოვარდა რა. ხო და ცოტა ხანი სიჩუმე რომ ჩამოვარდა, მერე სიტყვა აიღო განათლების წარმომადგენელმა, უწყების წარმომადგენელმა, ვიღაც კაცი იყო რა. გვარები ეხლინი არ მახსოვს ახლა ნახოთ. ადგა და ამბობს რას, ახლა დაუყვირდით. მეგობრებო, დაინახეთო თქვენც ის რაც მე დავინახეო? თუ ყველა უცბად ყველას გაგვიკვირდა, რომ რა დაინახა ამისთან ამ კაცს. ფეხზე რა ეცვა იმის, დაინახეთო? რა, სალამანდრებიო. აი სალამანდრების ჩაცმით იწყებაო ეს ყველაფერიო. აი მაგ სალამანდრებს იცმავენო დღესო და ხვალო მერე მიდიან და მუხარის წერილებს უგზავნიან ოჯახებსო. აი წარმოგიდგენიათ ეს არაადეკვატურობის დონე. ესე იგი მოხდა დანაშაული და მიზეზის ძებნაში, აი ყველაზე არაადეკვატური მიზეზი მოძებნა ტიპმა, რომ თურმე ყველაფერში დამნაშავია კარგი ხარისხის ფეხსაცმელი, დასავლეთ გერმანული წარმოების. ეს სალამანდრები იყო თან ეს სალამანდრები არ იყო რაღაცა განსაკუთრებულად ექსტრავაგანტული ფეხსაცმელი, რაღაცა ჭრელი ან რაღაცა უჩვეულო ფორმის რაღაცა კი არ იყო. ჩვეულებრივი სადა კლასიკური ფეხსაცმელები იყო. უბრალოდ კარგი ხარისხის ფეხსაცმელი იყო, რომელიც ფეხს არ გტკენდა რა. და ეს სალამანდრები ახლა წინა გადაცემაში რომ გიტარებისგან განსხვავებით, ეს სალამანდრა პირდაპირ ესე ოფიციალურად საბჭოთა კავშირში არ შემოდიოდა. შემოქონდათ ეგრეთ წოდებულ სპეკულანტებს ეძახდა რა, რომ უცხოეთიდან რაღაცა კავშირების საშუალებით რაღაცა კარგი ხარისხის საქონელი შემოქონდათ ხოლმე, განსაკუთრებით ეგ სისტემა 80-იან წლებში ვპოვა მაგ სისტემას ვთქვათ. გაქანება. ხო და შემოქონდათ აი კარგი ხარისხის საქონელი, იქ რაღაცა და მე აქ ყიდიდნენ რა ჩუმად. სახლებიდან, თავიანთივე სახლებიდან რა. იმიტომ რომ კერძო საკუთრება ხო აკრძალული იყო ყველაფერი. ხო და სპეკულიანტთან უნდა გეყიდა რა ესეთი კარგი ხარისხის ფეხსაცმელი. ეს სალამანდრა იყო, ეხლაც არის მე მგონი ეგ მაღაზია ვაჟაზე, ხო სალამანდრის. ხო და იყო უბრალოდ დასავლეთ გერმანული წარმოების კარგი ხარისხის ჩვეულებრივი კლასიკური სადა ფეხსაცმელი რა, რომელსაც ჩაიცმევდი, ზომაზე მიდიოდა, ფეხს არ ტკენდა და დადიოდი რა. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში ეგრე იყო, ეგეთი ის იყო გავრცელებული. ფეხსაცმელი ახალი თუ არის, უნდა მოგიჭიროს. აბა როგორ გინდა ახლა ახალი ფეხსაცმელი მოგიჭერს, აბა რა. გიჭერს ფეხსაცმელი, ახალია, აბა მოგიჭერს, კაცო, აბა რა იქნება. ცოტა ხანი ატარე, გაიწევს, მოგაჯდება ფეხზე და მე ყველაფერი. სანამ გაიწევდა და მოგაჯდებოდა, იხეოდა ამასობაში. ეს საბჭოთა წარმოების უხარისხო ისინი. მოკლედ ეგეთი ამბავი იყო რა.